de-Benzinization or de-Ivanishvilization of Georgia. What does it mean, de-oligarchization? It means de-Benzinization or de-Ivanishvilization of Georgia. გამარჯობა მეგობრებო, ფორმულას ეთერში თქვენ უყურებთ 199 ეპიზოდს გადაცემისა კვირაში ერთხელ მიშა მშვილდაძესთან. ჩვენი გადაცემის სცენარი საშუალოდ 10 გვერდისგან შედგება. თითოეულ გვერდზე საშუალოდ 4-5 ხუმრობა გვაქვს ხოლმე. ამ 199 გადაცემაში დაახლოებით 4500 ხუმრობა გქონდა. ხოდა ძალიან გთხოვთ, მოვიშოროთ ესენი. აღარ შეგვიძლია ამათ შესაუბარი. ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუცია არ აღიარებს ქართული ოცნების მთავრობის ლეგიტიმაციას. მოითხოვს მასთან დაკავშირებული ელიტისთვის სანქციების დაწესებას და აქციების დროს დაპატიმრებულების გათავისუფლებას. ქართული ოცნება ევროპარლამენტს კონტრკრიტიკით მიეგება და ტრამპს შეეტენა ერთდროულად. ციტირებ. 2023 წლის 26 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების მომავალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამორჩეულებთან შეხვედრის დროს განაცხადა, ეს გადამწყვეტი ბრძოლაა, ან deep state-ი გაანადგურებს ამერიკას, ან ჩვენ უნდა გავანადგუროთ deep state-ი. როგორც პრეზიდენტ ტრამპს უსურვებთ გამარჯვებას deep state-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე ევროპასაც უსურვებთ, რომ თავი დააღწიოს deep state-ის მავნეს ზეგავლენას. ვინც არ იცოდით, კოცებმა ერთ დღეს უცებ გლობალური ომის პარტია, რატომ ჩაანაცვლეს deep state-ით, გასაგებია უკვე, ხო? ანუ ტრამპმა სადღაც თქვა deep state-ი და ამათაც დავაი deep state-ით თქვა ტაციშო. ეხა ტრამპი ნახავს კოცების განცხადებებს და დაურეკავს კობახიძეს. ვაუ, თქვენს გჯერათ deep state-ის? გოლფიც ხო არ გევასებათ? გოლფი ესე ტყვის. ტაიგერ უცის უზარმაზარი პლაკატი დღემდე მაქვს საწოლის თავზე. ეს კობახიძე. და აქედან დაიწყება ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვა. ესაა კოცების გეგმა. მოდი ახლა მე გირჩევთ როგორ მოაწონოთ ტრამპს თავი. 90-იანების გოგოს გაცნობის ხერხები გამოიყენეთ. ანუ საერთოდ ნაცნობს რომ გამოკითხავდი რა მუსიკა მოწონს საყვარელი წიგნი რომელია და მეორე დღეს შეეცრო Pink Floyd-ის მაიკით და მარტოობის 100 წელით ხელში რომ ჩაივლიდი. აი რამე ეგეთი მოიფიქრეთ. ტრამპს ძალიან უყვარს Village People, YMCA, გოლფი უყვარს კიდე და McDonald's-ი უყვარს. ერთ-ერთ პრეს კონფერენციაზე კობახიძე შემოიყვანეთ გოლფის მანქანით, Young MCA-ის ფონზე. და თან ორმაგ ჩიზბურგერს კმეჭდა და თან deep state-ს აგინებდა. ეგრევე მოეწონებით ტრამპს და გაღიარებთ ლეგიტიმურ ხელისუფლებას. ანა უფრო მაგარს გეტყვით. ხარება შეიჭრას კაპიტოლიუმში. მოკლედ რა მოიფიქრეთ, deep state-ის ზახილით შორს ვერ წახვალთ. ბიძინამ 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნა. კომისიის შექმნის მიზანია ამ თემაზე ვილაპარაკოთ. ამიტომ გადავიდეთ შემდეგ თემაზე. 14 თებერვალს ლარი ყველა ვალუტასთან გაუფასურდა. ანუ მართლა ციტირებ, 14 თებერვალის ვაჭრობის შედეგად ლარი ყველა 43-ვე ვალუტასთან გაუფასურდა. სოფლიოში გაცილებით მეტი ვალუტა, ალბათ 43-თან ივაჭრება ლარი. ამიტომ 43-თან გაუფასურდა, თორე შესაძლებელი რომ იყოს ალბათ 180-ვესთან. და იგივე ამბავზე უფრო მაგარი სათაურიც ვიპოვეთ. ვიდრე ლარი ყველა ვალუტასთან გაუფასურდა. ლარი
ისევ ყველა ვალუტასთან გაუფასურდა. ანუ ეს პირველი შემთხვევა არა. ქვეყანაში ისეთი სიტუაცია, რომ ლარი ისევ ყველა ვალუტასთან გაუფასურდა და მე ისიც კი გამორჩა პირველად რომ გაუფასურდა ყველასთან. თუმცა საშიში არაფერია. 31 იანვარს დაგვამშვიდა ნათია თურნავამ. ახლა ლარი საკმაოდ ჯანსაღად მერყეობს გარკვეულ დიაპაზონში. ირაკლი კობახიძემ უარესად დაგვამშვიდა. ლარის კურსზე საუბრისას დე-ფაქტო პრემიერმა განაცხადა, ძაღლიყებთა ქარავანი მიდიოდა. ლარის კურსის გაუფასურებას თუ კი რამე ფრაზა არ უხდება, აი ესა. ანუ თქვენ ყეფეთ რამდენიც გინდათ, ლარს მაინც დაენძრევაო თუ რაო, რა. გაიხარეთ ძმაო, დამშვიდით. ლარს რა ეშველება, ძაღლიყებს ქარავანი მიდის. მიმდინარე კვირაში ახალი დეტალები გამოჩნდა კაბელების საქმეში. 2018 წელს, როცა ეს გადაცემა დავიწყეთ, გვინდოდა ამ ამბისთვის მიგვექცია ყურადღება, თუმცა გადავიფიქრეთ, რადგან უკვე 5 წელი იყო გასული. იმის მერე კიდე გავიდა 7 წელი. ანუ ახლა ეს ამბავი გაცილებით ძველია, მაგრამ ახალი დეტალები გამოჩნდა და ჩვენს გადაცემაშიც მოხდა. ახალგაზრდებო, ვინც წელს ჩააბარეთ უნივერსიტეტში, ეს ამბავი რომ მოხდა, მაშინ ბაღში დადიოდნენ. თუმცა, მაშინაც კოცები იყვნენ. ეგრეთ წოდებული კაბელების საქმის ყოფილი მოსამართლე დავით ჯუღელი ფორმულასთან იმ მუქარასა და შუამავალი პირის დეტალებზე საუბრობს, რომლებიც მას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სასურველი განაჩენის გამოტანას ავალებდა. ჯუღელის თქმით, თავდაპირველად მას დაეკონტაქტა პიროვნება, რომელიც უზენაესი სასამართლოს მაშინდელი თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის სიტყვებს გადასცემდა. თავად ნინოს ფარცხალაძე გადასცემდა სიტყვებს, მაშინ ეგალაგებდა ყველაფერს. და ბიძინა გადასცემდა ფარცხალაძეს. ფარცხალაძე გვენეტაძეს, გვენეტაძე ვიღაც პიროვნება ჯუღელს. თხამრო ვენახი შეჭამა, ვინც ეგ ლექსი იცით, იმათ არ გაგიჭირდება დამახსოვრება. დანარჩენებს პასტა ფურცელი დაგჭირდება. ჯუღელის თქმით, ნინო გვენეტაძე მიცოდა, რომ ეს მოსამართლე სასურველ განაჩენს არ გამოიტანდა და სამსახურიდან წასვლა შესთავაზა. მან მითხრა, რომ ვიცი ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებ და სადაც არ ასჯობს, გაცლას ჯობსო. მოსამართლე, რომელმაც უნდა დაადგინოს სამართალი და უნდა გვითხრას, რა ჯობს და რა არა, ეუბნებიან, საცა არ ასჯობს, გაცლას ჯობს. ანუ მოსამართლეობა ძალიან შარიანი საქმეა. სულ კრიმინალთან გიწევს შეხება. წადი გაეცალე ბიძია, შარი. ასეა ძმებო, ყველაფერი დალაგდება და გამოჩნდება, არავის არაფერი შერჩება. ყველა საქმეს მოეფინება ნათელი. მარტო გლდანის 500 ტონა მილების გაქრობაზე არ ვარ დარწმუნებული. მაგრამ ოღონდ კოცები მოშორდნენ და მაგ მილებს აღარ ვახსენებ. და ყიდებით ვინც ახსენებს, მე დავარწმუნებ, რომ არა უშავს. დაი კარგა, დაი მაგის დედაც. კოცები რო წავლენ, თქვენ ნახეთ მურუსიძემ რეები მოყვეს. მართლა ხოხობი კი არ ურჩევნია, ლალს მობრძღვიალეს. გადავიდეთ გადაცემის მეორე ნაწილზე. ჩაანალიზებაზე ჯერ კოკოლა მოვსვათ. ტრამპის საყვარელი სასმელია, რო იცოდეთ კოცებო. ამიტომ ვერ მოგვერევით. დაიწყო მიუნხენის კონფერენცია. თავარი თემა, რა თქმა უნდა, რუსეთ-უკრაინის ომია. ყველა მხარე აცხადებს, რომ მზადაა მოლაპარაკებებისთვის. კეთდება არაერთგვაროვანი განცხადებები, ოპტიმისტურიც, პესიმისტურიც, გიჟურიც. კოცები იმედიანად არიან. ტრამპი მიატოვებსო უკრაინასო. ამ სცენარში საქართველოს სახელმწიფოებრიობა დგება უდიდესი საფრთხის წინაშე.
ყოფნა არ ყოფნის საკითხი დგება მთელი სიმწვავით, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე. აი ამ სცენარს გულშემატკივრობენ ქოცები. მოვლენების ეგეთი განვითარება ქოცებსაც არ გაწყობთ. ძალიან არ გაწყობთ, მაგრამ თქვენი საქმის თქვენიცით დაეგჯეროდეთ, რომ ყველა იქნება ცუდად, მარტო თქვენ იქნებით კარგად. ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ყოველი დღე სხვადასხვანაირია. ნორმალური ადამიანი დღეს ფიქრობს, რომ დავიღუპეთ, მეორე დღეს ოპტიმისტურად ხარ. ერთ დღეს გული გაგისკდება ისეთ სიტყვის, მეორე დღეს დაგამშვიდებს. ტრამპის ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს გადავხედოთ. დონალდ ტრამპი ჯერა პუტინს უნდა მშვიდობა. ასევე ტრამპი ჩვენ გავაგზავნებთ უკრაინის დახმარებას. ასევე ტრამპი უკრაინის ნატოში გაწევრიანების სურვილი იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რომელმაც ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეჭრისკენ უბიძგა. ტრამპის წარმომადგენელი ჯონ კოლი უკრაინისთვის ნატოს წევრობა მოლაპარაკებების მაგიდაზე რჩება. ტრამპის წარმომადგენელი თავდაცვის მდივანი პიტ ჰექსეტი გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად საჭიროა უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები, თუმცა ეს არ უნდა მოიცავდეს ნატოს წევრობას ან ამერიკის ჯარების განთავსებას უკრაინაში. 14 თებერვალი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი არ გამორიცხავს უკრაინაში ამერიკული ჯარების გაგზავნას. ზელენსკი თუ ჩვენ გვყავს 150 F-16 ტიპის თვითმფრინავი, 25 პეტრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემა, რა საჭიროა ამერიკის და ევროპის ძალები? ვინმე თუ რამე გაიგეთ, თქვენ გაგიმარჯვოთ ღმერთმა. მაგრამ ჩურს ყველა იმ ექსპერტის, ვინც დამაჯერებელი სახით გამოდის ეთერებში და აჯამებს სიტუაციას, ანალიზს აკეთებს, ოპტიმისტურ ან პესიმისტურ პროგნოზებს ცდილობს. გამარჯობა ბატონო უმგერ, ძალიან საინტერესოა თქვენი აზრი. როგორ ფიქრობთ, როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში? გამარჯობა, მადლობა მოწვევისთვის. აი ამის მერე აღარ ვიჯერებ ხოლმე არაფერს. ამ წუთას მხოლოდ ის ვიცით უეჭველი, რომ ტრამპმა ომი 24 საათში ვერ დაასრულა. ვერც 48 საათში, ვერც 72 საათში, ვერც 96 საათში. რავი, პარასკევს 14 თებერვალს საღამოს წერთ ამ ეპიზოდს. ამ დროისთვის ტრამპი უკვე 602 საათია პრეზიდენტია და ჯერ ომი ვერ დაასრულა. ჯერ ვერც გრენლანდია დაიპყრო, ვერც კანადა. ტარიფები დააწესა, მაგრამ მერე ისევ ამოაწესა. იმდენი მოახერხა, რომ ბრიტანეთიც კი გააბრაზა. დიდი ბრიტანეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ედ დეივი. თუ უკრაინას აიძულებენ რუსეთს თავისი სუვერენული ტერიტორია დაუთმოს, ეს იქნება უდიდესი ღალატი ევროპელი მოკავშირის მიმართ 1945 წლის პოლონეთის შემდეგ. მსგავსი განცხადებები გააკეთეს სხვა პოლიტიკოსებმაც. ამასთან ბრიტანეთმა ეგრევე 5.5 მილიარდამდე გაზარდა უკრაინის დახმარება. ბრიტანეთის გააქტიურება ძალიან კარგი ამბავია. ბრიტანელებმა იციან ამერიკელებს რა ენაზე ელაპარაკონ. პირდაპირ და გატანთი მიჯნო. ბრიტანეთის პოზიციას იზიარებს ევროკავშირიც და ეს ძალიან საინტერესო ამბავია. ბრიტანეთი და ამერიკა ყოველთვის ერთ გუნდში იყვნენ ხოლმე. ბრიტანეთი ევროპის ნაწილადაც ნაკლებად აიდენტიფიცირებს თავს. ანგლო-საქსონური სამყაროს ლიდერად მიიჩნევს თავს, მაგრამ ისე მიდის საქმე, ბრიტანეთი შეიძლება შებრუნდეს ევროკავშირში. ძალიან საოცრია იქნება ბრიტანეთი რომ შებრუნდეს ევროკავშირში. შეგახსენებთ 2019 წელს სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ბრექსიტი არის შანსი, რომელიც საქართველოს უნდა გამოიყენოს. ბრიტანეთმა უკან შებრუნებაც რომ მოგვასწროს. აი საოცრია იქნება. კაი. მიუნხენის კონფერენციის დაწყებამდე რუსებმა ჩერნობილის რეაქტორის საფარს დრონი ესროლეს. სამშვიდობო მოლაპარაკების წინ პუტინმა კიდევ ერთხელ შეახსენა სამყაროს რა ყეა. ანუ ზედმეტის მოლოდინი არ ქონდეთ, ხო იცით რა ხუილოც ვარო. ამ ამბავში ყველაზე ცუდი რა არის, იცით?
დასავლეთს ამის შეხსენება რო ჭირდება. რავი, ევროპა უკვე მიხვდა, იმედია ტრამპით საბოლოოდ დარწმუნდება, რომ რუსეთთან დიპლომატიურად, ადამიანურად, კაცურად, ქრისტიანულად საუბარი არ შეიძლება. რუსებს ესმით მხოლოდ ძალის ენა. გაგიკვირდება და ამ წუთას ძალიან დიდ იმედს ვამყარებ პუტინზე. ანუ ეგ ისეთი პიტალსონა ისეთ პირობებს წამოაყენებს, რომ გადააფსიხებს ტრამპს და აიძულებს უკრაინას უფრო მეტად დაეხმაროს. ეგეთია ჩემი პროგნოზი. მიუნხენის კონფერენციაზე საქართველოს სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენს. საქართველოს მაგარ ფორმაში ვხვდებით ისტორიის ამ უნიშნელოვანეს პროცესს. ანუ მსოფლიოს ბედი წყდება და ჩვენ ლეგიტიმური მთავრობაც კი არ გვყავს. ანუ კარგზე და ცუდ მთავრობაზე ლაპარაკიც აღარა, მთავრობის გარეშე ვართ. დამოუკიდებლობის მოპოვების მომენტიდან გვესმოდა, რომ მოვა დრო, აუცილებლად გაიხსნება გეოპოლიტიკური შესაძლებლობის ფანჯარა და როცა ეგ ფანჯარა გაიხსნება, მაგ მომენტში უნდა ვიყოთ მაგარ ფორმაში. აი, საუკუნეების ნანატრი ფანჯარა გაიხსნა და ამ შანსს შევხვდით ბიძინად დასანქცირებული არალეგიტიმური მთავრობით, რომელსაც არავინ არ ელაპარაკება. საქართველოს მომავალი წყდება მინიმუმ 100 წლით და ამ დროს ბიძინას ერთადერთი საზრუნავია ძვირიანი ნახატები შემოიტანოს ქვეყანაში ისე, რომ ბიუჯეტში ფული არ გადაიხადოს. ყოჩაღ ბიძინა, შენ ყოფილხარ ბიძია ვიჟენერი. შენ უნდა თქვა სამყაროს ხედავ დიდ სურათში. ახლა მთავარია რომ ეგ ნახატები შევინახოთ შესაბამის პირობებში, ანუ იდეალურ ტემპერატურაზე რო არ დაზიანდეს. დამატებითი უსაფრთხოებისთვის რა ქენი იცი? პიკასოს ნახატებს სადაც შეინახავ, იქვე იგივე ოთახში დააწყვე უნიტაზები. რო რამე და რუსები შემოვიდნენ, უეჭველი უნიტაზებს, ანუ სათხუ არა. უკრაინას რო დაუბრუნდეთ და შევაჯამოთ. ჯერ არავინ არაფერი იცის. მოლაპარაკების პროცესი იქნება რთული, ხანგრძლივი. უკრაინის არმია დღეს გაცილებით ძლიერია ვიდრე 2022 წელს. რუსეთის არმია დღეს უფრო მრავალრიცხოვანია ვიდრე 2022 წელს, მაგრამ გაცილებით ცუდად შეიარაღებული. რუსეთი ეკონომიკურად გაცილებით მძიმე მდგომარეობაშია ვიდრე 2022 წელს. უკრაინა არ დათანხმდება მისი ტერიტორიების სამართლებრივი სტატუსის ცვლილებას. უკრაინა რასაც გადაწყვეტს, იმ გადაწყვეტილებას დაუჭერს მხარს ევროკავშირი და ბრიტანეთი, ფინანსურადაც და სამხედრო თვალსაზრისითაც. გადაწყვეტს ბრძოლის გაგრძელებას, დაეხმარებიან. გადაწყვეტს შეთანხმების გაფორმებას. ამ გადაწყვეტილებაშიც მის გვერდით იქნებიან. ამერიკა რას იზამს? ნახოთ. აქაც უფრო მეტი პოზიტიურის მოლოდინია ვიდრე ნეგატიურის. რატომ გითხარით უკვე? ახლა მთავარი შეკითხვა. ჩვენ რა ვქნა ჩვენ? ამ კითხვაზე პასუხი ახლა უკვე ყველა ვიცით. ვიცით რა დაგვემართება? თუ კი გავჩერდებით. ოპტიმიზმს მიძლიერებს ის ფაქტი, რომ ადამიანები მივხვდით, რომ სხვას არ უნდა უყუროთ. ყველამ ჩვენ თავზე უნდა ავიღოთ პასუხისგებლობა. ყველამ ჩვენი წილი უნდა ვიბრძოლოთ. ასე ვიქცევით ახლა, ანუ ვეხმარებით ერთმანეთს, მაგრამ არ შევყურებთ ერთმანეთს. ყველა ვაკეთებთ იმას, რაც შეგვიძლია. ასე გავაგრძელოთ. ხნეობა ყველა პოლიტპატიმარს. პრინციპში რავი, თქვენ უფრო გვამხნევებთ ხოლმე ხანდახან აქეთ. სულ ეს არას დღეისთვის მინდოდა მეთქვა. შევხვდებით მომავალ შაბათს ფორმულაზე. დიდი ალბათობით. რავი, ერთ კვირაში რა იქნება კაცმა?